საშობაო ზღაპარი ამ სახელწოდებით ასოციაცია გაენათი ყოველი წლის 14 იანვარს საახალწლო კარნავალს აწყობს და სტუმრებს ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟება. ასოციაცია გაენათის თანამშრომლები ბავშვებთან ერთად ვაწყობთ ინგლისურენოვან და გერმანულენოვან სპექტაკლებს, ღონისძიებებს და ბავშვები მის გარდა რომ ამ ღონისძიებაში ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს უცხო ენაში, აგრეთვე შემოქმედებითი კუთხითაც წარმოაჩენენ თავს. დეკორატიულად გაფორმებული სცენა, დიდი ნაძვის ხედა ზღაპრის გმირები პუბლიკას საახალწლო განწყობას კიდევ უფრო უქმნიდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უცხოელებიც, რომლებიც მოზარდების სცენაზე სითამამეს დადებითად აფასებენ და მიესალმებიან, რომ ქართველი ბავშვები უცხო ენას ასე კარგად დაეუფლნენ. ძალიან მომეწონა საშობაო ღონისძიება. მოზარდები ინგლისურად კარგად საუბრობენ. მისასალმებელია ეს პროექტი და მე ყველა მათგანს დიდ წარმატებებს ვსურვებ. ინგლისურ და გერმანულ ენაზე მიმდინარე საახალწლო კონცერტი მაყურებლისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი და სანახაობრივად დატვირთული იყო. სცენაზე დიდებს პატარები ენაცვლებოდნენ და აუდიტორია შობა ახალწელს უცხო ენაზე ულოცავდნენ. Merry Christmas! საახალწლო ზღაპარი, რომელშიც სხვადასხვა ზღაპრის გმირი ერთდროულად მონაწილეობს, მაყურებელს სათქმელს სწორად უყვება, თუმცა ახალი წელი სანტას გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ამიტომაც გაენათის მიერ ორგანიზებული საახალწლო კარნავალი გამონაკლისი არ აღმოჩნდა და სანტა-კლაუსი, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობდა, საქართველოშიც დაპატიჟა, საშობაო ზღაპრის ყველა პერსონაჟს შეახვედრა. ასოციაცია გაენათი ყოველ წელს ატარებს საახალწლო ღონისძიებას. ეს ხდება წლის 14 იანვარს, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც გაენათელი მასწავლებლები, ასევე ახალგაზრდული კლუბი ალოჰას წევრები. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიდეთ ჩვენი ძალის ხმევა, გავაკეთოთ საინტერესო. მოვიწევთ უცხოელი სტუმრები ევროკავშირიდან და მგონი ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ მათ და მთლიანად საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნერვიულობდით როგორი გამოვიდა და იმიტომ რომ პატარა ბავშვები არიან და გაუცვალებელი შემთხვევების გამო შეიძლება რამე ექსცესი ყოფილიყო, მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე და სტუმრებიც და როგორც ყოველთვის გაენათის ფართი ყველაზე მაგარია. ასოციაცია გაენათი და საშობაო ზღაპარი მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა.